მილარი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საცალო კრედიტების სეგმენტზე აქტიური ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. გიორგი ქადაგიძე ბანკების წარმომადგენლებს აკრედიტო რისკების სწორად გათვლას ურჩევს, ხოლო მომხმარებელს ცეცხლის აღების პროცესში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, ხშირად მომხმარებელი ძველი ცეცხლის გადასახარად და ახალ ცეცხლს იღებს, რაც გიორგი ქადაგიძის თქმით არამართებულია და ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს ადეკვატური რეაგირება ექნება. ადამიანებს შეიძლება შეექმნათ ფინანსური პრობლემა ვალის მომსახურების თვალსაზრისით და მიაკითხონ შესაბამის აკრედიტო ინსტიტუტებს ცეცხლის რესტრუქტურიზაციის მიზნით. პრობლემა არის და არაეთიკური პოლიტიკა არის ზუსტად მაშინ, როდესაც ესა თუ ის აკრედიტო ინსტიტუტი თავაზობს ახალ ცეცხლს ძველი სესხის, ძველი პრობლემის გადასაფარად, როგორც წესი ეს არის მხოლოდ დროებითი მოგვარება საკითხის და არა ფუნდამენტალური, შესაბამისად თითოეულ ესეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება. 100%-ით რომ ჩვენ მართლები ვიყოთ, მაშინ ბანკირები აღარ ვიქნებოდეთ და რაღაც სხვა აღარ დავასახელებ, მაგრამ ბუნებრივია რომ არ შეიძლება რომ ყველა სესხი ჩვენ სწორედ გავცეთ ერთი და მეორე გარემოები იცვლება ბუნებრივია, ხო? ანუ ადამიანს შეიძლება დაკარგა სამსახური, შეიძლება შემოსავლები რაც ქონდა გათვლილი რომ შემოვიდო და ვერ შემოვიდო და ასე შემდეგ. შესაბამისად, მაგრამ ამის წილი თვითონ თლიან გაცემულ სესხებში არის ძალიან მცირე. ჩვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, რომ ბანკები უფრო ყურადღებით უნდა მიუდგნენ მსგავსი ტიპის სესხების გაცემას. ეს ეხება განსაკუთრებით მცირე სესხებს, 1500 ლარამდე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხდება პრობლემური. ამიტომ ბანკები უფრო ყურადღებით უნდა მიუდგნენ, უფრო გამჭვირვალე უნდა იყვნენ მომხმარებლებთან, აუხსნან ზუსტად ის ვალდებულებები, რასაც მომხმარებელი იღებს.